მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ამ ვიდეოში განვიხილავთ Spider Noir-ის ტრეილერს, რომელიც გუშინ დაიდო და ჯერ არ გვინახავს. ამ ვიდეოს შემდეგ ნაწილში უკვე განვიხილავთ 7 სამეფოს რაინდის 4 ეპიზოდს. ჩავშლით და სპოილერების გარეშე იქნება წესით. ბოლოს შეიძლება ცოტა სპოილერი გითხრათ, მაგრამ warning-ს ბოლოს კი არა, შუაშიც ვიტყვით, შემიძლიათ ისე ვიდის ჩვენი საქმე. გაგაფრთხილებ აუცილებლად. დემა პროჭობაა, შენ როგორ დარქის პოსტერი და მე რო არ ვარ. ასე გადანაწილდა ძა. ყოფილი ყავის ასე დაგეკიდა. ასე გადაწყვიტა. მაგრამ ფლეში, ჩემი ფლეში რო მაქვს, მაინც. ანუ, ეხლა Dark Flash-ია დაყოფილი. Dark Flash-ი არის დაყოფილი. ხო. ანუ no Dark Flash ვარ და არა Dark Flash. ეს ვარ მე. ეკო ხო Dark პერსონაჟია ცოტა. ეკო ხო Black-ია. არ ვარ რასისტები. კახელები ვარ. N-word პასი გვაქვს რა. შეგვიძლია რომ ვიძახო. Z-word პასი გამოდის ეგ. Z-word პასი. Z-word პასი. და მოდი დავიწყოთ ახლა Spider Noir-ის ტრეილერი. საინტერესო ფაქტი რა არის ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ანუ ამ ფილმის ორ ვერსიას უშვებენ. Nicolas Cage, რომელიც ახმოვანებს Spider Noir-ს Spider-Verse-ის ანიმაციურ ფილმებში და გადაწყვეტს რომ თვითონ Nicolas Cage ეთამაშა. დიახ. და Nicolas Cage ზოგადად მაგარი მსახიობია და აი ასეთი მსახიობი. და არის მოსეთ მსახიობი. ერთადერთი მსახიობი არის, რომელსაც Spider-Man-ის არის და Superman-ის როლი შეასრულა Flash-ის პირველი ნაწილი, Flash-ის ფილმში არის CGI გაკეთებული Nicolas Cage და ჩვენ კადრები გვაქვს რა ემოციებს გამოხატავთ Flash-ის ფილმის პროექტს და შემიძლია ჩავსვა აი კადრები. ოღონდ Warner Brothers თხოვთ რომ ბანი არ დაგვადონ. იმიტომ რომ მიჩვეული ვართ, გამოცდილი ვართ ბანის დადებებს Warner Brothers-ისგან. შენ ძლიერი ხარ Warner Brothers. ვინო? ვიცი Nicolas Cage, ბიჭო. ხო, ბევრმა თქვა რატომ ასრულებს Spider Noir-ის როლს, რადგან 18 წლის თინეიჯერი არ არისო, მაგრამ ნუ თვითონ Noir-ი არ არის. ხან შესულია 70-იანი წლების ხო, ის რაღაც მასეთია, დაანარგვაში. და მაგიტოა, რომ ორ ვერსიას უშვებენ ამ ფილმისას რა. ანუ ეგ იქნება ძალიან მაგარი, შავ-თეთრი იქნება. აბსოლუტურად შავ-თეთრი და ზუსტად იგივენაირი იქნება ფერადი. ანუ თქვენ რომელსაც გინდა იმას უყურებთ, კაი გავაგრძელოთ. ვა, რა კარგი კოსტუმი აქვს. ხო 70-იანების შესაφერისი. ეს ქალი არ ვიცი ვინ არის. ჩვენ Nicolas Cage-ს უყურებს სარკეში. Prime-ზე გამოდის. Prime-ი გვაქვს და პრემიერის შეგვიძლია ვნახოთ. როგორ გახდება ადამიანობა, ვიცით ეგ? აი ობობა ჩანს ალბათ უკმენს სტანდარტული. დიდს როკმენს რა უცნაურია, რაღაც თინეიჯერი. საინტერესო იქნება ძალიან. ეს მსახიობი, ვინც არიცით, New Girl-ში თამაშობს. ანძი სიტკომები. ანუ ძალიან მაგარი სიტკომია, აუცილებლად ნახეთ. კაი კასტია ჯერჯერობით. აი უკვინა როგორია რომ ხოძი აღარ ხარ უკვე და ის რომ Spider-Man რო ხდები რა მაგარია. სხვათა შორის Spider-Man-ის ანიმაციაში ყველაზე ძალიან Noir-ის Spider-Man-ი მოსებოდა ხოლმე. ხო, ძალიან ბევრი ფანი ყავს სხვა. იმიტომ რომ თან ხო რაღაც უცნაურია და Browns different-ებს ძალიან ემოსებოდ ხოლმე ესეთი. თვითონ შეკერა ვითომ ეს კაცი. რატო გადაწყვიტა რომ გამختار იყოს Spider-Man-ი და ანუ უკვე თავის დრო მოჭავა. ხოლმე აღარ არის და. What? იმენა ობი Spider-Man-ი როგორც ქსელს უშუალოდ ხოლმე მასეთ CGI აქვს გაკეთებული. და ნეტა იმ დროს არ ექნებოდა. ანუ უეჭველი ქსელს უშვებს. ანუ სხეულიდან უშვებს ალბათ. ხო. იმიტომ რომ მაგ დროს ის არ ექნებოდათ. ხო. და ახლა გვაჩვენებენ თვითონ შავ-თეთრს. რომელიც აბსოლუტურად იდენტურია და ჩემი აზრით პირველი უნდა ვნახოთ შავ-თეთრი, რადგან უფრო ბედისი ჩანს. ცოტა Noir-ზე მე მახსენდება ხოლმე ასევე ანიმატორი ნოკები დარბიან აქ. Noir-ი არ მახსენდება. The Voice-ის Noir-ი, ბიჭო. ბაზარი არ არის. Lex Noir-ი. ისიც ცოტა მასეთები. ისიც ცოტა ვერ არის. მე Noir-ს მოსებოდა. და სხვათა შორის The Voice-ში Noir-ზე არის თეორია, ნუ კომიქსებში ესია რომ Noir-ი არის Homelander-ის ტყუპისცალი. ტყუპისცალი? კლონი, იდენტური ვერსია. ხო. კლონია. просто სერიალში მასე არ არის. ანუ ყოველ შემთხვევაში არ უჩვენებიათ. Voice-ი როგორც გამოვა, მაგაზეც გადავიღეთ აუცილებლად ვიდეოს. ამის გამოსვლის თარიღი არის 27 მაისი, წლევანდელი წლის 27 მაისი და ჩვენ აუცილებლად ვუყურებთ ამას. მე მგონა ფილმი მეგონა თავიდან რა და ბოლოს აღმოჩნდა სერიალი ყოფილა და მთლად უკეთესი, იმიტომ რომ
2 საათნახევრიანი სიამოვნება არ იქნება მხოლოდ და რამდენიმე იმად გაგრძელდება. აი როგორც შვიდ სამეფოს რაინდზე გააკეთეს. ხო, ოღონდ შვიდ სამეფოს რაინდზე 2 საათნახევრიანი კი არა 30 წუთიანი სიამოვნება გვაქვს, ოღონდ ცოტა-ცოტა. ამ სერიალს რო 30 წუთი გვაქვს, მაგრამ აი ეს მომწონს კვირიდან კვირამდე რო ველოდებით, რომ აი რა იქნება შემდეგ ეპიზოდში. აი მაგათაც Netflix-ის რო ყოფილიყო, ეგრევე რო დაედოთ რა ეპიზოდი. მიაყრიდნენ და ანუ ერთ დღეში უყურებდი და ისეთი რაღაც არ დაგრჩებოდა და ახლა კვირიდან კვირამდე რო ველოდებით, უფრო იზრდება ეს ინტერესი. სხვა ბევრ სერიალს მახსენებს, რომელსაც უყურებდით ხოლმე კვირიდან კვირამდე. თუ ხედავთ ამ გენიალურ პოსტერებს, გადადით ჩვენს პირველ ვიდეოზე და მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა და სასურველი დიზაინით დაგიმზადებთ. აი მართლა ძალიან მაგარია და ძალიან მოხდება თქვენს ოთახს. ახლა უნდა გადავიდეთ 7 სამეფოს რაინდის განხილვაზე. სანამ ვიდეოს მეორე ნაწილზე გადავალთ, გთხოვთ რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და მიიღოთ გათამაშებაში მონაწილეობა. პირველ ვიდეოსაც. პირველ ვიდეოში არის გათამაშება, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ ასეთი პოსტერებიდან ნებისმიერი თქვენი სასურველი ფოტოთი, პოსტერით და ასე შემდეგ. დავიწყოთ პირველი სერიიდან და გახსნის სცენაში ვხედავთ როგორ აბარებს. რამდენი სერია იქნება? არ ვიცი, სავარაუდოდ 8 სერია იქნება. ალბათ 8 სერიანი იქნება. ამჟამად ჩვენ როდესაც ვიდეოს ვიღებთ, არის გამოსული 4 ეპიზოდი, 4-ვეს ვუყურეთ, 4-იან გვაქვს და საგრძნობლად აღფრთოვანებულები დავრჩით, იმიტომ რომ კარგი ხანია ამ სამყაროსგან ესეთი კარგი ის არ მიგვიღია რა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ გამოვიდა დრაკონების ჰოთ ძალიან მევასება, დრაკონების ახლა ძალიან დაგვევასა. პირველ სეზონს ერთად ვუყურეთ, მეორე სეზონს ცალ-ცალკე ვუყურეთ, მაგრამ მეორე სეზონის ბოლო სერიებმა ცოტა დააქერია რა სერიალი. მაგრამ ანუ ისეთი ადამიანისთვის, ვისაც აი მარტო დრაკონების სახლის ყურებით უნდა რომ ამ სამყაროს შემოვიდეს, ვერ მოხიბლავს რა. ჩვენ და ეხლა მე რომ მევასება ძალიან და წაკითხულები რო გვაქვს წიგნების და რაღაცებიც, ანუ ჩვენ ძალიან დაგვევასა. ჩემი აზრით, მაგრამ ვიღაც ისეთ ტიპს, რომელსაც არ აქვს არხი Game of Thrones-ით, ამ 4 ეპიზოდმა შეძლო და მოახერხა, რომ ამ ყველნაირი დრაკონების სპეციფიკების გარეშე იგივე დონე და შეიძლება საბოლოოდ 8 ეპიზოდი გამოვიდეს. აჯობოს კიდეც დრაკონის სახლს, ამიტომ აი ვინც ყოფმანობთ აუცილებლად ნახეთ. მე-4 ეპიზოდი მით უმეტეს ახლა რაც არის გამოსული, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ინდინგიანი ეპიზოდია მთელ სკოტის სამყაროში და არ არის გასამართლებელი. ანუ ჩათვალე რომ ტიპებს ანუ აი დრაკონების სახლში ყავდათ დრაკონები. ანუ დრაკონები ყავთ რა, ისეთ დროს იღებ ძალიან ბევრი დრაკონები ყავთ. ანუ შავების და მწვანეების ბრძოლას იღებ და ანუ მაინც ვერ დაევასა ხალხს ისე როგორც უნდა დავასებოდათ რა. და რაღაც ტიპი გამოდის, ვიღაც იმბეცილი ტიპი, რომელიც ხის უკან ისაქმებს და პირველი ეპიზოდი წვა მაგით, მე ვიღაც დიდ კაცი გამოდის, დიდ იმიანი და ანუ ამას უყურებ, მაგამდე წევართ ალბათ. ნუ ჯერჯერობით დანკანი ისე იხსნება სცენა რომ მარხავს თავის მამობილს პატრონს აკაგობს ერთი ძალიან ცუდი სცენა როცა ხის უკან დგას და უცებ ირთვება Game of Thrones საუნდტრეკი და გონია რომ რაღაც ლეგენდარული შოუ იწყება და შუაში წყვეტენ და ამის მოსაქმეების სცენა არის რაც თავიდან ძალიან იმედგამოძროებელი იყო მაგრამ და ისე შთაბეჭდება დაგვიტოვა რომ ანუ თითქოს სერიოზული სერიალი არ უნდა ყოფილიყო და რაღაც მაგრამ აი იდეალურად არის გადანაწილებული ხუმრობების სერიოზული მომენტები და მაგის გამო მოგვეწონა რეალურად რომ აი იდეალური ბალანსი აქვს დაჭერილი ამ ყველაფერში. და კაი იყო ძალიან. ხო, ვინც არიცით, გეტყვით რომ ეს ბიჭი დანკანი არის გოთში ნახსენები ორჯერ როგორც არის და ვისი წინაპარია ეგეთ ვთქვათ, აუ ჩვენ მომეზობლებმა ჩართეს დრელი და იმედია ამის ხმა არის მის ახლა. ანუ თან ძალიან ხმა მაქვს. თქვენ ხევარია, არაფერი არ ყოფილა ამ სახში რაც გადმოვიდით და ახლა მოვუდათ მაინც და მაინც როცა მეორე ვიდეოს წერთ. ოუ, ძალიან ისმის ბიჭო. იმედი არის შეიძლება მიკროფონებში არის მანდ. აი არის მანდ. იმედი არ გესმის. თუ ამ მიკროფონებში ისმის ეს ჩვენი ბრალი არ არის, იმიტომ რომ დებილი მიკროფონებით ვიწერთ. ანუ აქ არის მომენტი ერთ-ერთი როცა ჯოფრი შლის ძმების წიგნს და იქ არის ჩამოთვლილი სხვადასხვა რაინდები, რომელიც მეფეს იცავდნენ. საქმეო საქმეები და ასე. და შლის და უცებ უკვირს, ვაუ, სერდანკან მაღალს 4 გვერდი აქვს დაკავებული მთელ ამ წიგნში. როცა ანუ ჯეიმი ლანისტერს 1 გვერდიც კი არ აქვს მთლიანად შევსებული. და ჯეიმი ეუბნება დანკან მაღალზე რომ ამბობენ ძალიან მაგარი რაინდი იყო და იმედია შემდეგ სეზონებში ვნახავთ მის სიმაგრეს. იმიტომ რომ სიმაღლე უკვე ვნახეთ. ასევე მეორე სცენაშიც ხდება გოთში, სადაც ამ ეგის ძმა უკვე მოხუცებულია საკმაოდ ეიმონი. ყვდება და სემი და თავისი ცოლი აწლიან ბავშვს და ეიმონი ამბობს რომ ამ ბავშვის სიცილი ახსენებს ეგის სიცილს.
ერთ-ერთ პირველ მოგონებას, რომელიც ეგს უკავშირდებოდა და თავიდან ეგიც ასეთი პატარა და საყვარელი იყო, მაგრამ შემდეგ გაიზარდა და მეფე გახდაო და ურჩევს სამხრეთით წავიდნენ. გოთში რეალურად გამოჩნდა სულ 5 ტარგარიანი რა, ერთი არის ჯონ სნოუ, მეორე არის თვითონ დედოფალი, მესამე არის დედოფლის ერთი ძმა და მეოთხე არის დედოფლის მეორე ძმა, რომელიც პროსტა კატსცენებში გამოჩნდა, როცა არ ყვევდნენ რომ ჯონ სნოუს мама ყოფილა რეალურად ის რა Targaryen family tree აქ მაქვს. ხომ არა მაგას ხوار გადაშли. რატო არა? მე Targaryen-ების სახლის რუკას ვეძებდით ახლა და გიამ არ გადამაშლევინა, მაგას ხوار გადაშли ახლა და პირიქით ამას გადავშლი, იმიტომ რომ მე აქედან ვისწავლე Targaryen-ები და როგორც ისწავლე. არა, მე ვისწავლე ამან არის. მან უცნაურად არის დაწერილი. გიტო შენ ვერ ხვდები და მაგიტო. აი, აბა შენ გარ მაინტერესებს თორე მე ვიცი. ძალიან გადავახვიეთ და დრო დაუბრუნდეთ პირველ სერიას. პირველ სერიაში ჩვენ უკვე ვახსენეთ რომ ეგი რეალურად არის Targaryen-ი, მაგრამ ოღონდ არ ვიცით რა, ჯერ ყურებისას არ ვიცით. როცა დანკანს შეხვდება, ატყუებს ვითომ არ ყავს მშობლები და ანუ გაჰყვება ჩუმად და იქნება მისი მიაბჭრე, ასე ვთქვათ. და ნუ როგორც ხედავთ, თავიდან ეს დანკანი რომ ესტუმრება ამ სოფელს, კადრები გვაქვს, ძალიან რაღაცა ფერადი იმედის მომცემი, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მეოთხე სერიას როგორც ჩართავთ, იქ უკვე ძალიან მოღრუბლულია და იმედ გაცრუებასთან არის ეს კავშირი. ხო, რა შეგვიძლია თქვა დანკანზე? დანკანი არის ან ცოტ არც ისე დიდი IQ-ს მქონე ტიპი, როგორც ჩანს თავიდან, მაგრამ ძალიან მაღალი და ანუ მაღალი შემართება აქვს, მაღალი არის თვითონ და თავისი პატრონი ვინც ერთად იზრდებოდა რა, ვინც გაძარდა, ანუ იყო რაინდი ოღონ და ისე რა რაინდი რა, მოგზაურობაში 60 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ვერც ერთი ვერ მოიგო. ვერც ერთი ვერ მოიგო და დადის გზადაგზა და ხალხში არავინ არის რო. არავინ არ იცნობს, მაგრამ გაახსენდება. თვითონ Targaryen-ების მამას გაახსენდება მგონი. მამის ძმას, რჩევალი რომელიც. იძას, ხო, განათლებული, აი მაგარი ტიპი ვინცაა. ო ანუ მართლა იყო ეს რაინდი, ოღონდ არც ერთი არ ქონდა მოგებული, თუმცა ანუ და აი შემართება ჰქონდა და არასდროს აი უნამუსოდ არ წაუგია ბრძოლა რა. ყველაზე უცნაური ფაქტი ის არის, რომ ანუ დანკანი რაინდი არ არის. ნუ ეს ვარაუდია, მაგრამ თითქმის 99% გონია რომ არ არის, იმიტომ რომ დანკანისთვის რეალურად დანკანი ძახის რომ სიკვდილის წინო მე ამ თავის მოხუცმა, უფროსმა, პატრონმა მაგიარა რაინდათა. მაგრამ რეალურად მაგრამ ნუ არც ერთი რამდენიმე ეჭვი გვიტკიცებს იმას რომ ანუ ეს რეალურად ყუილია რა. ერთი ის მეოთხე ეპიზოდში, როცა პერსონაჟების სახელები რო არ ვიცი, ჩამოგვეწერა მაინც. როცა მეოთხე ეპიზოდში შონი ეუბნება რომ დაგეხმარებ მაკურთხე რაინდათო, ეს ყოყმანობს და ანუ არ იცის როგორ უნდა აკურთხოს რაინდათ და ნუ ბაილორი მიხვდება რა არის საქმე და შემდეგ ამოიგებს ხმას და აკურთხებს და იქ მაგარი კადრია, მასეთი კადრი, ზოგადად კინემატოგრაფიული ძალიან თესლი კადრია. და ეს დუნკანი მერე ზემოთ იყურება რომ რაღაცნაირად შველას ითხოვს თითქოს ამ პატრონისგან და მერე პატრონის კაცს ხედავთ რომ ესე უკნეს თავს, ანუ ეგეც ერთ-ერთი მინიშნებაა რომ მაგარი ფაქტი, მაგრამ რა ქვია რომ ეგ სცენა, სადაც დანკანი ზევით იყო, ძალიან სინემატიკურია. არ იყო. უბრალოდ კამერას ამოძრავებდნენ რეჟისორები და ამან უბრალოდ ესე შეხედა და საბოლოო ვერსიაში დატოვეს. ძალიან მაგარი კადრი გამოვიდა. მეორე ეპიზოდი საკმაოდ უცნაური კადრით იხსნება, როცა ეს მოხუცი გამოდის თავის სახლიდან და გვაჩვენებს თავის სიამაყეს და ანუ სხვა შორის Game of Thrones-ში ყავს ესეთი პერსონაჟი პოდრიკი, რომელიც ძალიან ბევრ ქალს ასიამოვნებს და ნუ შეიძლება გამორჩეულია დიდი ცნობადობით და შეიძლება ითქვას რომ შეიძლება ეს კაცი იყოს იმის წინაპარი და სხვა შორის არა წინაპარი ხო წინაპარი და სხვა შორის რაღაც სახის გამომეტყველება ღიმილი ანუ ჩამივარდა გაუსწავლენ ერთმანეთს. მოკლედ დანკანი ჩადის თორნამენტზე, ტურნირზე, სადაც რაინდები იბრძვიან ერთმანეთში, იმიტომ რომ დაამტკიცოს თავისი რაინდობა, მიიღოს ტიტული და ფულს იგებს რა, ანუ დამარცხებული მოწინა ოპონენტის ცხენს, აბჯარს და რაღაც რაოდენობით გონი თანხასაც იღებს და ანუ ამას ხო არაფერი არ გააჩნია ახლა. თავის პატრონები გარდაიცვალა და მაგიტომ მიდის ტურნირზე საბრძოლველად. ხო და ტურნირზე მონაწილეობისთვის სჭირდება ეს აბჯარი და ნუ სხვა რაღაცები და ამის გამო თავის საყვარელ ცხენს ყიდის. ანუ იმდენად სჯერა უკვე რომ გაიმარჯვებს, რომ შემდეგ თავის ცხენსაც გამოისყიდის. ანუ ძალიან კარგი პერსონაჟია, ასე ვთქვათ. ნუბი არის ცოტა, მაგრამ ცოტა კი არა, იმენა. კვერცხი რო გაგასულელებს, ანუ სხვა შორის მინდა აღვნიშნო ამ კვერცხის სამსახიობო უნარი, ანუ ძალიან მაგარია და სხვა შორის ეს ბიჭი რო დაინიშნა თავად. ავატარია გვინდა მეთქვა. აი იდეალური კასტინგი იქნება და თან ანუ ძალიან პატარაა და სერიალ
თან ერთად გაიცრდებოდა. მესამე სერიაში ისტორია ასე ვითარდება, რომ ანუ ვიპოვის ადამიანს, ვისაც ან ცხენის გაყიდვის შემდეგ ფულს იშოვის საკმარისად, რომ გააკეთებინოს ფარი, აბჯარი და ასე შემდეგ. ფარისთვის მივა ერთ გოგონასთან, რომელიც ცირკის მოეწონება თან და ცირკის იმებს ასრულებს ცირკში ასრულებს წარმოდგენებს რა. ანუ ცუდი მხრივ არ რაღაც დრაკონის ფიგურა აქვს, რომელთაც ანუ სპექტაკლებს გავს რა. და პარალელურად ხატავს კიდევაც და ანუ ამას დაავალებს თავისი გერბის დახატვას და გერბი მოიფიქრა ხე. და ხე სხვადასხვა სიმბოლურია რა, იმიტომ რომ პირველ ეპიზოდში ხესთან იღვიძებს, ხესთან იწყება სერია. შემდეგ ეპიზოდებშიც უკვე ანუ როდესაც ამ სოფელში დადის ტურნირისთვის, ანუ ხესთან აქვს ფანატი, ანუ ხის ქვეშ ცხოვრობს. და ხე ასე ვთქვათ სიმბოლოდ გადაიქცა დანკანისთვის რა. აბჯარს იყიდის ერთ-ერთი კეთილი კაცისგან. დანკანს ამ ერთი დღის განმავლობაში როცა ელოდება თავის დასტურს, რომ ტურნირში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ამ ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი შეხვდება რა. ერთ-ერთი არის მაგალითად როდესაც დანკანს ეძინა, ეგმა გადაწყვიტა რომ ცხენი წაიყვანა სავარჯიშოდ ასე ვთქვათ და თვითონაც უნდა და მაგალითად დიდი ხმლის მიწბა, ანუ ვარჯიშობდა როგორ ყოფილიყო კარგი მიაბჭრე. ანუ გულით უნდა და ეს ყველაფერი და შუა ვარჯიშში მიდის ერთი კაცი და ეკითხება საეჭვოდ თუ ვინ არის ესე იგი და ეს კაცი არის ცალთვალა, რომელიც გიჟს ეძახიან რეალურად და ანუ ძალიან გამოცდილი მებრძოლია. დანკანი შეხვდება ბარათეონების იმდროინდელ ბარათეონების გვარის მეფეს, რომელსაც ძალიან მაგარი გვირგვირი აქვს. ლაიონელ ბარათეონს, რომელთან ერთად საოცრად გაატარებს აღამოს დათვრებიან. ძალიან მაგარი პერსონაჟია, ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი არის სერიალში, ანუ ძალიან ხიარული რაღაც და ანუ როცა ბრძოლაზე დგება საქმე, ანუ იქაც გამორჩეულია. ანუ ძალიან ტიპიური ბარათეონი, გართობაც უყვარს და ცოტა ძალიან ისეთი ორმხრივი პერსონაჟია რა, ნოი პირველ ამ ორ სერიაში იფიქრებ რომ აი ძალიან ამჩეფეხება ტიპია და არაფერი არ აინტერესებს და რაღაც რა, მაგრამ როცა მეოთხე ეპიზოდი დადგება, იქ უკვე ვნახავთ როგორ აკურთხებს თვითონვე როგორ აკურთხებს რაინდად იმ ადამიანს, რომელსაც ეგან ვისაუბრეთ. მესამე ეპიზოდი სრულდება იმით, რომ ერიონი მიდის ამ გოგოსთან, რომელიც სპექტაკლს აწყობს და დრაკონს კლავს. ესეც სპექტაკლი ხო? ესეც სპექტაკლი აქვს, რომ ანუ დრაკონს კლავს ადამიანი რა. და ეს თვითონ ტარგარიენების გვარი ხო დრაკონების სახეა რა, ძალიან დიდი შეურაცხყოფა. და შენ როგორ ანუ ეს ჩათვლის ამბოხად რა, ამ ესე ერიონი ჩათვლის რომ ამბოხად რა. ახალისებ რომ დრაკონებს აღუმხედრნეო და სამეფო გვარდიას აღუმხედრნეო და აწყებს ამ გოგოს ცემას და ამ დროს ამ ტარგარიანის ძმა გარბის დანკანთან რომ ნახეს ცემსო დამეხმარეო. ეს დანკანი გაიქცევა რა თქმა უნდა, არც დაფიქრდება, არც იცის შეიძლება არის თუ არა ტარგარიანები მეფის არის თუ არა. ძალიან ცემს და ნუ კბილს დაუმახინჯებს ხო, ჩამ მოუტეხავს კბილს. და ბოლოს უცბად რომ ეს წამოდგება, მოვარდება ეგი და იტყვის რომ ხელი არ ახლო, თორემ მამაჩემს ვეტყვიო. და ამ დროს არის სრული სიჩუვე. არის იმედგაცრუება, ნუ მოატყუა ამ ბავშვმაც, რომელიც ეკონა ერთადერთი მეგობარი ჰყავდა და ნუ სინამდვილეში ტარგარიანი აღმოჩენილა, მაგრამ თან ხდება რატომ გააკეთა ამ ბავშვმა ეს, იმიტომ რომ თვითონაც ანალოგიურ სიტუაციაში იყო ხოლმე და თლად ბოლომდე არ ადანაშაულებს, მე მამამისაც რო ხდება, ეუბნება კარგი მიაბჯრი არის ჩემთვისო და ნუ არაუშავს ასეთ რამე რომ გააკეთა. და სანამ მეოთხე ეპიზოდზე გადავალთ, მაგრამ ისე ვთქვათ, რომ ანუ ამ მესამე ეპიზოდში ჩვენ ერთ-ერთ სცენაში ვნახეთ, როდესაც სოფელში ჩადიან დანკანი და ეგი, რომ შეხვდებიან ვიღაც ნათხემხილველს, რომელმაც ასეთი რაღაც უწინასწარმეტყველა ეგს და დანკანსაც, რომ ეგს უწინასწარმეტყველა დაიწვევია. შენო მეფესავითო, ცეცხლის სამეფო ცეცხლში დაიწვევიო და ანუ მაშინ გაგვიკვირდა რა ყურებისას რომ მეთქი რატო დაიწვება ეხლა იქნებ აღმოჩნდეს რომ გავიელვეთ ორივე მაგრამ არ თქვით არ გავაჟღერეთ რომ იქნებ ეს ეგი იყოს რომელიღაც სამეფო იმის წარმომავალი ჩუმატარი რომ არ იცოდეს ან რაღაც ესეთი და ბოლოს როცა ეს მოხდა მეთქი ხო გავიფიქრე ერთად შეხვედრით ერთმანეთს და თქვით მაგრამ უკვე აზრი აღარ ქონდა მეოთხე ეპიზოდი იწყება ასე რომ ეგი შევა საკანში დანკანთან დანკანი ცოტა იმედგაცრუებული უყურებს ვეღარც თითქოს ვეღარც ენდობა ანუ კაცრად განკიცხავს რაღაცნაირად კაცრად ელაპარაკება და იგი საწყალს ახეს ხედავთ ესეც ნუ ახლა უკვე მოდის დანკანის დასჯის დრო და წარდგება დიდგვაროვნებთან და ეუბნება რომ მე ერიონთან ორთაბრძოლა მინდაო და ერიონი უცებ უარს აცხადებს ანუ ეს
ძალიან გაუკვირდება პირველ რიგში მამამის და ეუბნება შენ უარის შეგიძლიაო, მაგრამ შეუძლია და ბაილორი გამოეხმაურება რომ იქნებ ამ სარჩელის უკან გატანა სურს შენს შვილს თუ არ უნდა ორთაბრძოლაო და უცებ ყველასგან მოულოდნელად ერიონი ამბობს რომ 7 წევრის სასამართლო მინდა მოვითხაო და ნუ მამამისი გაუგნდება რომ ასეთი რამ არ არსებობს როცა ვიღაც გიწევს შენ ვალდებული ხარ ბრძოლას ჩაერთვა და შემდეგ ბაილორი ხსნის რომ ეს ძალიან ძველი წესია რომელიც შეიძლება 7 რაინდის წინააღმდეგ ანუ იმის მაგალითად რომ ერთ-ერთი ერთობ რომ 7 წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ და ამ დროს ერიონმა რეალურად იცის რომ დანკანი იმდენად უცნობი და ღარიბი და ესეთი არაფერი წარმომადგენელი ტიპია რომ ვერ იპოვის 7 რაინდს რომ თავის გარდა კიდევ 6 რაინდი შეაბრალოს და ფაქტობრივად საცილოდ წირავს, ასე ვთქვათ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დანაღლიანებულია დანკანი პროისის შეგუებულია თავის პეც მიდის თავის ხესთან, აწვიმს თავზე და როცა თავისი ერთ-ერთი ძმაკაცის თავაზობს ხომარქშიაო, უკვე უარსაც კი ამბობს საჭმელზე, როცა წინა სერიებში დანკანი ეუბნება მას, რომ ის ყოველთვის შეერია. და ანუ იმდენად უკვე იმედგაცრუებულია და უკვე შეერა რომ ხვალ მოკვდება, წამოზეც კი უარს ამბობს. მაგრამ მაინც გაყვება საჭმელად და უკვე ამ თავის მეგობრის ბიძაშვილს ახოდრებს, რომელიც ეუბნება რომ მე დიდების მოპოვება მსურს და ხვალ გვერდზე დაგიდგები და დაგეხმარები დანარჩენ რაინდების პოვნაშიც. ის რაინდები ვინ არიან ჩამოთვლით, იმიტომ რომ ეს პერსონაჟები უკვე აქამდე გამოჩნდნენ. და ნუ უკვე თენდება, დანკანს უკვე იმედი ეძლევა, რადგან თავისთან უკვე ხედავს ჰამფრის რომელიც წინა სერიებში გამოჩნდა და გამორჩეულია თავისი ულვაშებით. თემატურად მის გერბზე ფარზე არის ფუტკრის სკა და ულვაშები, სხვადასხვა შორის დასამახსოვრებელი ულვაშები აქვს, იმიტომ რომ რაღაც ყვითელი მოყვითალო ულვაშები აქვს რა. ეს გამოჩნდება იმ ღამით, როდესაც ბარათეონთან ერთად ერთობა კარავში, მანდი იქნება ცეკვას. იმედია როგორც ცეკვას, ისე კარგად იბძვის რა. მეორე ადამიანი რაინდი არის რობინ რისლინგი, რომელიც აღარ ვახსენეთ, ცალთვალა გიჟი არის ძალიან და წესით კარგი მებრძოლი არის. ნუ დანკანს კიდევ გქონია რომ მებრძოლი ყავს ამ რეიმონის ბიძაშვილი, რომელსაც დიდება სურდა, მაგრამ აღმოჩნდება რომ ბრძოლის დროს ეუბნება რომ მე ტარგარიანების მხარეს გადავდივარ და წარმოვიდგინეთ შემოდის საბრძოლო სცენაზე, იფარებს შაფხუთს და მადლობა რომ მოხვედი. ეუბნება დანკანი და ძმაო, მე იმათკენ ვიბრძვი. და აღმოჩნდა რომ თურმე გაიყიდა ფულზე, არა, ლორდის ტიტულს მოგცემო, უთქვამს თურმე ერიონს რა, რომ ლორდის ტიტულს მოგცემ, თუ ჩემ მხარეს იბრძვიო და წავიდა იმისკენ საბრძოლოდ. და აღმოჩნდა რომ აღარ გაცხროებაშია და ანუ ორი კაცი დააკლდა ჩათვალე რა. ანუ ერთი თვითონ ეგ და ერთი ვიღაც სხვა ვინც უნდა მოეყვანა რა. ვინც ისედაც აკლდა. ვინც ისედაც აკლდა და ანუ ამ ბოლო წუთებია რაქნას და ამის თვითონ ბიძაშვილი ეს რეიმონი იტყვის რომ მე მაკურთხე რაინდათო. და ეს არის უკვე ეს დაძაბული მომენტი, სადაც თვითონ უნდა ადგეს დანკანი და ყველა რაინდ შეუძლია სხვა რაინდი აკურთხოს რაინდად. და ანუ გაშიშებულია რა, ანუ ვერ აკურთხებს რა. და ამ მომენტში მგონი მიხვდება ეს რაიონელი და რაშიც არის საკმაოდ რეალურად. მაგამდე მოდი ვთქვათ რომ ამ სცენის წინ გადის ეს დანკანი და იძახის სპიჩი აქვს ასეთი რომ ანუ ვინ არის თქვენში ნამდვილი რაინდი და ვინ დაეხმარება მაყურებლები ვინც არიან შეგუებულები მათ დაეხმარება რადგან მე რეალურად რაინდის მოვალეობა იყო რომ დაჩაგრული დაეცვა და ნუ ერთი კაცი დგება რეალურად და ჩვენ გონია რომ დაეხმარება კარგი კაცია და ესეთი ზორბა კაცი ადგება ისმის ხო და ნუ სინამდვილეში ყველა მზურგი აქცია და უცებ ირთვება სამეფო კარის თამაშების საუნდტრეკი და გურძგლავს მედანოდოს და შემოდის ნისლიდან გაიღება კარები და შემოდის ბეილორ ტარგარიანი, რომელიც არის იმ დროის მეიკარი, არის იმ დროს მეფე ტარგარიანების უფლისწულია ამ მომენტში და იმის ძმა ბეილორი, რომელიც შორის ანუ შეველია, ხო? კი, შეველია მეფის. და განსხვავება ისა რომ ანუ არ აქვს სუქერათმა რა. ხო, იმიტომ რომ დედამისი იყო ტულიდან გონი? დედამისი იყო მარტელი. აი სამეფო კარის თამაშებშიც იყო მარტელები ძოლა. მარტელი როცა მთის mountains რო ებრძოლებოდა. მაგისი წინაპარი არის ასე ვთქვათ. შემდეგ ლაიონელი აკურთხებს რეიმონს. ლაიონელი აკურთხებს რეიმონს რაინდად, ანუ ეს ბიძაშვილებმა ჩაანაცვლეს ერთმანეთი, ასე ვთქვათ. და მე 7 რაინდად გამოდგა ეს ბეილორ ტარგარიანი, რომელიც
ანუ ღირსების გამოვიდეს და თავის მას რო შეხედავს რა თქმა რასაკეთებო რა და ანუ აი ეს იტყვის რომ მე ყოველთვის დავიცავო რაინდის ღირსებასო და რაინდის სიმართლესო და ეს იყო მომენტი რომ დაგვაჟრიალა ორი თავისი ძმისშვილი პირისპირ უნდა იბრძოლოს უკვე მეხუთე ეპიზოდში და ჩემი აზრით მეხუთე ეპიზოდი იქნება საუკეთესო ეპიზოდი ამ სერიალში. ნახოთ, იმედია არ იქნება და მაგაზე კარგიც იქნება. მე მინდა რომ იყოს. ეხლა მე მინდა რომ მაგაზე კარგიც იყოს. ხო, რამდენიმე დეტალს ვიტყვით კიდე, რომ ეგის ძმა, რომელზეც თქვით ეხლა რომ სხვანაირი გერბი ქონდა თვითონ და ანუ ლოთია, სხვა და სმა უყარს და რაღაც, ანუ რამდენჯერმე გამოჩნდება ფილმში, ანუ ეს ძმაც იბრძვის იმათ ხარეს, ტარგარიენების ხარეს ამ ბრძოლაში და მაგრამ წინაღამეს და ეს იზმა რა უთხრა? რომ რეალურად არ ვიბრძოლებო და იმათ ერთ კაცით ნაკლები ეყოლებათ. ეს უთხრა. ასევე ამას აქვს ის ძალა, რომელსაც სიზმრების ხედვით სადარასაც ქვია, როცა სიზმარში ხედავს რაღაცებს რა. ხო და პირველ სერიაში მაგიტო უთხრა დანკას არ მომიახლოდაო, რადგან დაესიზმრა რომ ეს დანკანი კლავდა დრაკონს და ეგონა რომ ეს დრაკონი თვითონ იყო. და ნუ ამაზე რამდენიმე თეორია არსებობს ჩემს გონებაში, რა იმ მომენტში წარმოიშვა. პირობითად ამ მომენტში ყველას გონია, რომ დრაკონები აღარ არსებობენ. ხო? შეიძლება ერთი ვერსია იყოს, რომ წაკითხული არ მაქვს ეს წიგნი კი გვიდევს, მაგრამ ანუ ვაპირებთ წავიკითხოთ რა, არ გვაქვს წაკითხული. უბრალოდ ნანახი მაქვს ამბებდოდ რაღაც რა და არსებობს ერთი იდეა, ჩვენი იდეა, რომ თვითონ ეს დანკანი კლავს ნამდვილ დრაკონს რაც გონია, იმიტომ რომ ძნელია, ხო, მაგ დროს, როგორც ვიცით, რომ აღარ არიან. ნუ კვერცხები აქვს შენახული ძალიან შორს. ხო. ან კლავს თვითონ ამ ერიონს, ბოროტ ტარგარიანს, ან ამათ ძმას, ამ თვალს, რომელსაც დაესიზმრა თვითონ ეგ. მაგრამ მე ვიცი რეალურად ვინც მოკვდება. იცი? კი. მე რო ჩამეძინა ხო? თეორიას შემხვდა. ეხლა არ თქვა, აი თქვი. კაი, მოდი. სპოილერია. სპოილერ ალერტი და ნუ გადაახვევთ დაახლოებით 1 წუთი. თქვით მოკლავს ამ ბეილორს? როგორც ვიცი და წესით არაფერს არ შეცვლიან, აი 90%-ით მაინც შემდეგ სერიაში მოკვდება თვითონ ბეილორ ტარგარიანი და ანუ როგორ არ ვიცი, მაგრამ ეს მკვდარი დრაკონი როგორც დაესიზმრა, აღმოჩნდება ბეილორი. თვითონ შვილი მოკლავს რა, არ მაინტერესებს. ერიონი პროტეინი აი სახეზე იტყვა. თან ბიჭო, სახეობასაც როგორ არჩევენ ხოლმე რა? ძალიან კარგად შერჩეული. ისეთ სახეობებს არჩევენ მაგრად რა. გეზიზღება რა. აუ ყურებ და გეზიზღება რა. იმაშიც მასია, დრაკონის სახშიც მასია რა. აი ყველაზე ისეთ ტიპები ვინც არიან, უყურებ და გეზიზღება ტიპს. სახეზე რო შეხედავ, უნდა გეზიზღებოდეს რა.ერიონ ტარგარიანი არის გიჟი არ გიჟი არა, მაგრამ ზოგადად გონია თა. ხო, ტიპი ბროს თუ დრაკონი. ტიპს რომ გაიზრდება და რაღაც წვანა ელექტრიკს დალევს, რომელიც წევი ამოვადი ის თრონში არის, ერიონს რო უჭირავს, მაგ ელექტრიკს რომ დალევს, გონია რომ დრაკონად გადაიქცევა და მაგით მოკვდება რეალურად. ხო და მაგარი ის არის, რომ ანუ მაგარი არა, უცნაური ფაქტია რა, რომ ტარგარიენების ოჯახში თითო თაობაში რა, აი დებიძმები ხო არიან. ერთი გიჟი უეჭველი ყავთ, აი პონტი არ არის რომ გიჟი. ამაც მეორე ძალიან განსხვავებული ძმაც ყავთ, რომელიც ლოთია, ჩვეულებრივი, ანუ პათოლოგი ლოთი. ანუ გერბიც კი სხვანაირია. ხო, ანუ შემოყრიალებული დრაკონი რა. ხო. ანუ ეს არ არის ჩვენი არეული ხარო, დაკარგული ხარო რა. რომელსაც აქვს სხვა შორის ძალა, რომ სიზმრები ესიზმრება, რომელიც შემდეგ რეალობა ხდება. ესეც აღსანიშნავი ფაქტია, იმიტომ რომ ტარგარიანებში სხვადასხვა თაობაში იყვნენ ადამიანი, ანუ წევრები, რომლებსაც ჰქონდათ ესეთი ძალები რა, მაგალითად ჰოტედოში, ანუ საგანონების სახში ჰქონდათ თვითონ ჯეჰერის მეფეს, ეს სიზმარში ეჩვენებოდა ხოლმე რაღაცები და სიზმარში დაესიზმრა, რომ ეიგონ უნდა დაერქვათ პატარა შვილისთვის, რეინირას შვილისთვის, თავის შვილსაც გოგოროა ობობები რო ელანდაოდა და მე მინდა ოდესმე აი შანსი არ არის რომ ეს არ გადაიღო, იმიტომ რომ უმაგრესი ისტორია ამ წიგნის დასაწყისი, როდესაც ეიგონ დამპყრობელი თავისი ორ დასთან ერთად ჩამოვიდა ამ დასახლებაში, სადაც ახლა ვართ, რა ქვია მაგას? ვესტეროს. აღმოსავლეთიდან ჩამოვიდა დასავლეთში ჩამოვიდა აღმოსავლეთიდან და აი აუცილებლად ვიცი რომ ანუ ამ სტორით არ გამაზავენ, просто ანუ უფრო ძვირად გაყიდის ალბათ მარტინი, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარი ისტორია. შენ ხო წაკითხული გაქვს რაღაც ნაწილი? კი, დასაწყისი საკითხი. ეიგონ დამპყრობელი როგორ ჩამოვიდა და როგორ დაიპყრობს დრაკონებით აქაურ ხალხს, რომ ანუ ტიპების ნამყოფებიც რო არ არიან აღმოსავლეთში იმდენი ზღვის ეკით. და ამ დრაკონი ჩამოვყარდა. წამოდი ახლა ვართ, რომ დრაკონი რო ჩამოფრინდეს. ხო, ავად ყო სიგიჟია. იმათაც მასე ეგონებოდა რა. ძალიან კარგი იქნება.
ეიგონ დამპყრობელი, მიუხედავად რომ დამპყრობლის ტიპი იყო, სამართლიანი ტიპი იყო და ინცეზმი ძალიან პოპულარული იყო ტარგარიანებში. თვითონ ეგონსაც ხო ცოლად ორივე თავისი და ყავდა. ორი ცოლი ყავდა და ორივე თავისი და. ანუ აი და მე მაგის გამო პრობლემები ექნებოდა ხოლმე. თავის შვილები მაგიტომ გამოდიოდნენ ხოლმე. ხო, ცოტა გიჟები რა, ანუ ზოგადად ჩვენ გვაქვს გოთის სამყაროში, მაგრამ ინცეზმის შედეგისგან წარმოშობილი შვილები არიან ცოტა გიჟები, მაგალითად, თუნდაც ეს ერიონი, რომელსაც გქონია რომ დრაკონი უნდა გახდეს. სერიოზულად ფიქრობ. გადაიქცევ. ან თუნდაც გიჟი, ხო მაგიტოა ტარგერებში ერთი გიჟი რო ყოველთვის ყავდათ, მაგიტოა. ან იქ რო ყავდათ. ანუ ის უფრო გასაკვირია ვინმე ნორმალური რო გამოდის. ხო, ცეჩი. ლანისტერ თუ ნორმალური ყავ, ის დეპრესიულები ყავთ, რომ ერთ-ერთი ჯეის ეიგონი ვინც იყო, მეოთხე ეიგონი, მაგის დროს მოკვდა ბოლო დრაკონი. და ნორმალური, არ ვიცი ნორმალური იყო თუ არა, მაგრამ დეპრესია გაიშტერები და მოკვდა ნერვულობისგან. და სხვა მარტო ეს ტარგარიენი კი არა, ანუ ლანისტერებიც. სერსეი და ჯეიმის შვილები, აი ის ფსიქიკურად ვერ იყო. ჯოფრი ვერ იყო გიჟი, ჩვეულებრივი გიჟი. ხო, ეგ შეურაცხყოფა. მეორე თავი მოიკლა. მესამეც რაღაცები ელანდებოდა, რა ვიცი. აი ფოტოები რო ხომ რომ ცეცხლოვანი ცხენი რომ მიგვის და აი ეს არის რომ ანუ მთლიანად რო ავიღოთ სამფუქარის თამაშებით ცეცხლოვანი ცხენი, House of the Dragon უკვე დახატული ცხენი და დახატული იყო ჩავთეთრად კარგად დახატული რა, გრაფიკით კარგად. სამწუხაროდ არ ყოფილა. და შემდეგ უკვე 7 სამეფოს რაინდი აგრძელებს ცეცხლოვან ცხენობას. ნუ ჯერჯერობით მხოლოდ უკანა ნაწილი არის დახატული და ვნახოთ პირველ სეზონად დასრულდება, მთლიანად დაიხატება თუ არა ეს ცხენი ცეცხლით. ჩემი აზრით დაიხატება. ალბათ დღეისთვის დაგემშვიდობებით ამ ორ შაბათს, შემდეგი კვირის ორ შაბათს გამოდის ახალი სერია, მაგასაც ვუყურებთ, ცოტა სერიებს დავუგროვებთ და კიდევ ჩავწერთ განხილვის ვიდეოს, მანამდე კი დაგვიწერეთ რის განხილვას ისურვებდით, რომელი სერიალის რა დავარიაქტოთ და დაგვიწერეთ საერთოდ ამ განხილვების გარდა კიდე რა გადავიღოთ, ანუ რა გაინტერესებთ. რა თემატიკის ვიდეოს იხილავდით ჩვენ სახს. ხო და გამოგვიწერეთ რა თქმა უნდა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით 500 ნაკვეთი. 500 ადამიანი რო ერთად დააყენო ხო არა 500 ადამიანი. ამ ოთახში ვერც დაეტეოიან. შეიძლება ამ კორპუსშიც ვერ დაეტიან. ამ ოთახში 50 ადამიანი ვერ დაეტევა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. გაიხარეთ. სიკმუნდუს კრეატუს ეს